მოგესალმებით ძვირფასებო. გვასწავლიან ჩვენი ბრძენები, დიდი კაბალისტები, რომ ებრაელმა არასოდეს არ უნდა თქვას, რომ ეს სიცოცხლე ისედაც მოკლეა. ხო, როგორც ეგეთი გამოთქმა იყო ადრე მახსოვს საქართველოში ამბობდნენ ნიახური ხომ არ ხარ მეორეთ რომ მოხვიდი ამ ქვეყანაზეო, ხო? ადამიანი ნიახური ნამდვილად არ არის, ადამიანია. მაგრამ ჩვენი კაბალისტები გვასწავლიან, რომ ადამიანი შეიძლება მოვიდეს რეინკარნაციაში, როგორც უსულო საგანი, როგორც მცენარე, როგორც ცხოველი და როგორც ადამიანი და ადამიანში შეიძლება იყოს ადამიანად მოვიდეს როგორც ებრაელი და როგორც არაებრაელი. ამიტომ თავი უნდა შევიკავოთ ისეთი სიტყვებისგან, რომ ვთქვათ ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა. არ არის ეს ცხოვრება ხანმოკლე, უნდა ვთქვათ, რომ ეს ცხოვრება არის კარგი და ლამაზი და გამჩენის დახმარებით ეს ცხოვრება არის ხანგრძლივი და სიკეთეებით სავსე. და როდესაც ადამიანი არა მარტო ფიქრობს კარგად, არამედ ამბობს კარგადაც, გამჩენი მას სიკეთეს აძლევს. შეგვაძლებინოს გამჩენმა. არავისი და არაფრის ჩვენ არ გვეშინია, მხოლოდ და მხოლოდ გამჩენის, იმიტომ რომ ყველანაირი ძალები გამჩენისგან არის. და თუ გამჩენისგან რაიმე ძალას არ აქვს მიცემული ნება, ამ ძალას არავითარი უფლება არ აქვს, რომ ადამიანს რაიმე უარყოფითი მიაყენოს, ანუ რაიმე ზიანი მიაყენოს. ამიტომ ჩვენ შეგვაძლებინოს გამჩენმა, რომ ვიყოთ მის გზაზე, ჯეროდეს მხოლოდ მისი, გვწამდეს მხოლოდ მისი და მეტი არაფრის. En od milvado. ყოველთვის თქვას ადამიანმა ეს სამი სიტყვა, en od milvado. Enod milvado. არ არსებობს არაფერი მის გარდა. ანუ ჩვენ გულისხმობთ გამჩენის სახელს და ამ სამ სიტყვაში, ამ სამი სიტყვის პირველი ასოები აკეთებს წმინდა სახელს და ძალიან დიდი ძალა გააჩნია. ამიტომ მოდით შევაჩვიოთ ჩვენი თავი და ვთქვათ enod milvado. ძვირფასებო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო როლი, აუცილებლად მიეცით ლაიკი. გააზიარეთ თქვენ სახლობლებში, ასწავლეთ სხვა ებრაელებსაც და გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო არხი. მიყვარხართ ყველა, აბა კარგად.